ადამიანები მათ შორის იმასაც ვსწავლობთ, რომ რაღაცები შეიძლება არ გინდოდეს და გააკეთო. ხო, თავარი ნახე რა არის, ეხლა რომ გადახედო აღზრდის ახლა თანამედროვე იმას, ხო? თავარი არის თანაგრძნობა, თანაგანცდა. იმაში, რომ შენ არ გინდა, ან მესმის რომ არ გინდა. მესმის რომ ხარ გინდა, რომ თამაში შევწყვიტოთ და წავიდეთ დავიძინოთ, მაგრამ საჭიროა. რო არ გინდა იქ საკმარისი მიზეზი არ არის იმისი, რომ არ გააკეთო რაღაცეები. და ეს არის ძალიან თანამედროვე, ძალიან დამაზიანებელი ხედვა, რომ მე აუცილებლად უნდა მინდოდეს ყველაფერი. ანუ ჯერ მოდი მოვუსმენ, რატო არ მინდა კი ბატონო, მაგრამ თუ არ ამაქვს საკმარისი საფუძველი, რომ არ მინდოდეს რაღაცეები, ხო? რაღაცები უბრალოდ საჭიროა. და ეს აღზრდის შედეგი ისიც არის, რომ რაღაც დისციპლინარულ წესიერებას, ესე რომ ვთქვათ, და წესრიგს სწავლობ, რომ შეიძლება დღეს არ იყო რაღაცა იცი ლექციის ჩატარების განწყობაზე, მაგრამ იცი შეთანხმება არსებობს და ხა მე თუ განწყობის მიხედვით დავუშვათ მოვიქეცი, ხო, ყოველ ჯერზე მაგალითისთვის, ხო? უბრალოდ ვერ შედგება ჩემი ცხოვრება, მარტივად რომ ვთქვათ. ხვდები რას ვამბობ, ხო? ნახე მე გუნება განწყობას ვყარი მაქვს ხოლმე, მაგრამ რეალურად ხო არის რომ არ ხარ, ხო, სულ განწყობაზე. მაგრამ შენ თუ შეგიძლია რომ ეს განწყობა ოღონდ დროებით გადადო. იმიტომ რომ შენი განწყობის გამოვლენისთვის სივრცე კარგია, როცა გაქვს. ძალიან ცუდია, როცა არ გაქვს. და როცა ყველასთან, ვისთანაც მიდიხარ, შენ გეუბნებიან, რომ რა ვიცი, ხო, კარგ განწყობაზე იყავი სულ, ხო? ეს ძალიან ცუდია, ეს დამღუპველია პრაქტიკულად, ხო? მაგრამ არის სივრცეები, სადაც მე პასუხისმგებელი ვარ, რომ არ ვიმოქმედო განწყობის მიხედვით, ხო? ან განწყობის მიუხედავად, რომ მაგალითად დაქვეითებული მაქვს გუნება განწყობა, მე ვარ ერთგული რაღაცა ღირებულებების, ხო? ღირებულების, რომ აი ამის მიუხედავად მე ამას გავაკეთებ და იცი შეიძლება გზაში გუნება განწყობას ამიმაღალდეს, იმიტომ რომ იმას ვაკეთებ, რაც ეს არის, ხო? ანუ ღირებულია ჩემთვის. ხვდები რას ვამბობ, ხო? ამიტომ აი ის რომ იცი რადგან არ გინდა, მოდი მე შენ დაგაცდი, როდის მოგინდება. ზოგჯერ ეს არ არის გამოსავალი. ბავშვს მაგალითად შეიძლება გაჩერების სირთულე აქვს. ქცევის, ქმედების შეწყვეტის სირთულე და ხდება ხოლმე ეს, რომ გვიჭირს ჩვენი ლტოლვების მართვა. ხო, გაჩერება გვიჭირს, შეწყვეტა გვიჭირს რაღაცა იმისი ქცევის. და გარედან ამიტომ კარგია რომ დაგვეხმაროს ვიღაცა. გულმოწყალედ დაგვეხმაროს, ხო, რომ იცი, ანუ გასაგები არის, რა თქმა უნდა, ეს იმედგაცრუება, ხო, ხაზრ დასრულებსაც ვის არ გავცრუებია იმედი, ხო, როცა რაღაცას ვერ ვაკეთებთ, რაც მართლა გულით გვინდა, ხო? აი მეტ დროს ვერ ვატარებთ ვიღაცასთან, ან რაღაცა მსგავსი, ხო? აი ამ დროს ამოტივტივდება ხოლმე, რამდენად თანამგრძნობი იყო, ხო? ერთი მხრივ და მეორე მხრივ რამდენად დაუშვათ საზორების დამწესებელიც ასევე. რომ კი მესმის, რომ შენ ძილს ეხა თამაში გირჩევნია, ხო? მაგრამ მეორე მხრივ, ნახე, გეძინება კიდეც. რაც ნიშნავს იმას, რომ გჭირდება ძილი უკვე. ხო, ამიტომ მოდი დაგეხმარები.